ჩვენ დავიქირავეთ ხელისუფლება იმისთვის, რომ უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი ამოეყანოს გაჭირვებიდან. შევდივართ ამთავრობის მდგომარეობაში და უძნებ. გაქვთ მოლოდინი, რომ გაუმჯობესდება სიტუაცია? ვოცნებობთ. თქვენი რეაქცია ხალბატონო ინგა? ჩემი რეაქცია ისაა, რომ არასკევს ამ თემაზე ვაკეთებ გადაცემას. სუსხიანი ზამთარი დაიწყო, საქართველოში ლარის კურსი დავარდა, პირველად პროდუქტებზე ფასები უკვე გაიზარდა, გაძვირებული ცხოვრება და ათასობით უმუშევარი ადამიანი რა ხდება ქვეყანაში. მარტო არჩევნებისთვის უდივართ მოგხედონ თორე ხალხი თუ გამწარდა მე სუდად წავა საქმე. არაფრისგან გინდათ აჟიოტაჟი შექმნათ, ეკონომიკა არის მყარი დღეს, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოში. არის თუ არა საქართველოში ეკონომიკური კრიზისის დასაწყისი, რა პასუხი აქვს ხელისუფლებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გაჭირვებას ვეღარ უმკლავდებიან, რა შესრულდა და რა ვერ შესრულდა წინა საარჩევნო დაპირებებიდან. თითო სოფელს საქართველოში ერგება 5 მილიონი. იქნება ნულოვანი კრედიტები, მრავალწლიანი. რა აქვს სათქმელი ხელისუფლებას, გაირღვევა თუ არა ისევ საქართველოს ბიუჯეტი, როგორ ხვდება ქვეყანა ახალ წელს. სამჯერ არის შემცირებული საქართველოს ეკონომიკის და 1 მილიარდამდე დაახლოებით გარკვეული ბიუჯეტი. 2014 წლის ბიუჯეტი შესრულდება, შემოსავლები იქნება გადაჭარბებით შესრულებული. დღეს ჩვენ ვდებატობთ თემაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უამრავი ოჯახისთვის. იმედის პირდაპირ ეთერში ხელისუფლება, ოპოზიცია, საზოგადოება. 10 ლარით მოგემატებათ პენსია. თქვენი რეაქცია რა არის? ძალიან ცუდად დაგვიდნენ 220 ლარს გაგვიხდნენ, გავიყვადონ 220 ლარი. ცოტათი მოგიმატონ რომ ჩვენ უკვე როგორ უნდა იარსებონ ადამიანებმა, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ აქვთ, როგორ უნდა იცხოვრონ, რას ფიქრობს ხალხი და რა პასუხი აქვს ხელისუფლებას. უყურეთ დღეს საღამოს 10 საათზე რეაქციას, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, როგორ უნდა გადაიტანონ ამ ადამიანებმა ზამთარი, რომლებიც სიღარიბის და შიმშილის ზღვარზე არიან.